ახლა იმ იშვიათ შემთხვევაზე გიამბობთ, როცა პროკურატურის წარმომადგენელთა სტუმრობა ადამიანებში დისკომფორტს არ იწვევს და პირიქით ახარებთ კიდეც. მთავარი პროკურატურის მაღალჩინოსნები სოფელ იყალთოში ერთ-ერთი გლეხის ოჯახს უჩვეულო მისიით ესტუმრნენ. ისინი ვანო ჟორჟულიანის ოჯახს მოზარდებთან ერთად რთველში ეხმარებოდნენ. პროკურატურის თანამშრომლები მოზარდებთან ერთად ყურძენს მთელი დღის განმავლობაში კრებდნენ. ვანო ჟორჟოლაძის ვენახში სტუმრებმა 1 ტონამდე ყურძენი დაკრიფეს. ვეხმარები გლეხებს 2014 წლის რთველში და ვეჯებებით ბავშვები ერთმანეთს რომელი უფრო ბევრს დავკრიფავთ ყურძენს. მოზარდები და პროკურატურის თანამშრომლები ორ ჯგუფად დაიყვნენ და ერთმანეთს ყურძნის კრეფაში შეეჯიბრნენ. გამარჯვება ახალგაზრდების გუნდს დარჩა. მოზარდები მთავარი პროკურორის მოადგილეს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით კითხვებს არაფორმალურ გარემოში უსვამდნენ. ახალგაზრდებს ეძლევათ საშუალება პროკურორებთან უშუალოდ პირისპირ მათთვის საინტერესო სამართლებრივ საკითხებზე ისაუბრონ, დასვან შეკითხვები და მიიღონ ამომწურავი პასუხები ყველა დასმულ შეკითხვაზე. მოსავლის აღების პროცესს ადგილობრივებიც აკვირდებოდნენ. გლეხებმა ჟურნალისტებთან სოფელ იყალთოში არსებულ პრობლემებზეც ისაუბრეს. ყურძენს დაბალი ფასი რატომ აქვს? ყურძენს ყველაზე მეტი ფასი უნდა ქონდეს, იმიტომ რომ ყურძენს ყველაზე მეტი შრომა სჭირდება. ყემალი ღირს ლარნახევარი, ყურძენი ლარნახევარი და ლარი. გაგონილა და თქმულა, აბა შეიძლება შედარება. მოსავლის აღების შემდეგ ახალგაზრდებმა იყალთოს აკადემია დაათვალიერეს და მთავარი პროკურატურისგან მადლობის სიგელებიც მიიღეს. ღონისძიება მიზნად ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ისახავდა.